ხარკოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაშავებული ქართველი ჟურნალისტი, რომელიც თურქული სააგენტო ანადოლუსთვის მუშაობს, მომხდარს იხსენებს. დავით გაჯგაჯიშვილის განცხადებით, თავდასხმის შედეგად განადგურებულ ერთ-ერთ სასტუმროში ის კოლეგასთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად მცირე დაზიანება მიიღო, ასევე დაშავდა მისი კოლეგაც. სასტუმროს 2 რაკეტა მოხვდა. თავდასხმის შედეგად დაახლოებით 13 ადამიანი დაშავდა. სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომლის ჩართვობის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმედ ფასდება. თითქმის განადგურდა სასტუმრო და დაიწვა მანქანები, მათ შორის ქართველი რეპორტიორის მანქანაც. ხარკოვში სასტუმრო კომპლექსზე სარაკეტო დარტყმა რუსულმა ძალებმა 11 იანვრის ღამით განახორციელეს. ძლიერი აფეთქება იყო. პირველი, რა თქმა უნდა, ეს ცეცხლი, ყვამლი, ყველაფერი აერია ერთმანეთში და მოყვა ამას, სანამ რაღაც გავათვითცნობიერე რა მოხდა და რომ უნდა იმოქმედო. მოყვა ასევე მეორე აფეთქება. სამწუხაროდ საკმაოდ დიდ დარტყმის ქვეშ ვიყავით. რამდენიმე ალბათ წამის მერე რაც ასე ვთქვათ გავერკვით ერთ-ერთი იმაში რომ სად ვართ, რას ვაკეთებ და ამ შემდეგ და ზოგადად მთელი იქ ვინც იყოფებოდა ყველას ერთნაირი რეაქცია რომ გაეღწიათ გარეთ რაღაცნაირად და იქ ცოტა იყო პანიკური რა თქმა უნდა მომენტები 30 ადამიანი თავის თანამშრომლებთან ერთად სტაფთან ერთად საიდანაც იძახიან რომ 11 გუშინდელი რიცხვი და დღეს უკვე 13 იძახიან დაშავდა. აქედან არის სამწუხაროდ ერთი მძიმედ შედარებით ბიჭი დაშავებული. მე სინამდვილე გითხრათ, ხო, აი იმის ზებნაში რომ აი სადაა ჩემი ფოტოჟურნალისტი და ხო ცოცხალია და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ყურადღებას მაშინ არავინ არ აქცევდა, როდა უკვე გარეთ გამოდიოდით, აი კადრებს იღებდა უკვე თვითონაც, მაშინ შემოვჩინეთ ხო ხელიდან მომდიოდა მტევნიდან სისხლი. დაამიმუშავეს იქვე, უნდა ვთქვა, რომ არის აი ელვისის სწრაფით აღმოჩნდა იქ სასწრაფო და სახანძრო ჯგუფები.